შამანიზმი არის ერთ-ერთი უძველესი სულიერი პრაქტიკა კაცობრიობის ისტორიაში, რომლის ფესვები ვრცელდება ადამიანის ცნობიერების გარიჟრაჟამდე. მისი განვითარება 1000 წლებს მოიცავს და კვეთს კონტინენტებს. სხვადასხვა ფორმირებითა თუ შინაარსით შამანი ჰყავდა და დღესაც ჰყავს სხვათა შორის ყველა კულტურასა თუ ცივილიზაციას. მაინც რა არის შამანიზმი? რელიგია თუ უფრო მეტი რელიგიური საწყისებით? შამანური პრაქტიკის მტკიცებულება გვხვდება მღვიმეების ნახატებში, კლდეში და სამარხებში, ევროპის, აზიისა და აფრიკის მასშტაბით. შამანური ხელოვნება გამოქვაბულის ნახატები ისეთ ადგილებში, როგორიცაა ლასკო საფრანგეთში და ალტამირა ესპანეთში, ყველაზე ცნობილი მაგალითია. ითვლება, რომ ეს სურათები წარმოადგენს შამანურ ხილვებს ან რიტუალებს, სადაც შამანები შედიოდნენ ცნობიერების შეცვლილ მდგომარეობებში, რათა დაუკავშირდნენ სულებს, ხშირად ცხოველების სახით. დაკრძალვის ადგილები და რიტუალური საგნები. ამ პერიოდის სამარხი ადგილების არქეოლოგიური აღმოჩენები ხშირად მოიცავს ისეთ ობიექტებს, როგორიცაა ცხოველების ძვლები, რქები, ბუმბული და ქვები, რომლებიც სავარაუდოდ რიტუალური მნიშვნელობის მქონია. ეს ნივთები სავარაუდოდ შამანისთვის იარაღები ან სიმბოლოები იყო, რომლებიც გამოიყენებოდა ცერემონიებში, სულების გამოსაძახებლად, განკურნების შესასრულებლად ან წარმატებული ნადირობის უზრუნველსაყოფად. რიტუალური მნიშვნელობა. ამ ობიექტების არსებობა საფლავებში ვარაუდობს, რომ გარკვეულ ინდივიდებს განსაკუთრებული სულიერი როლები ეკავათ თავიანთ თემებში, შესაძლოა როგორც შამანების. ამ ნივთების ფრთხილად განთავსება გარდაცვლილის გვერდით მიუთითებს შამანის სულიერი ძალის გავლენის მუდმივ ზეგავლენაზე სიკვდილის შემდეგაც, რაც ასახავს ადრეულ იდეებს შემდგომი ცხოვრების შესახებ და ცოცხალ და სულიერ სფეროებს შორის არსებულ კავშირს. შამანიზმი ძველ კულტურებში. შამანიზმი გავრცელდა ციმბირის მიმდებარედ, ძველ ჩინეთსა და მონღოლეთში, ინდიელებში, მესოამერიკაში, აფრიკაში, კლასიკურ ანტიკურ ცივილიზაციებში. გამოიწერე კოდის YouTube არხი. ნახე უამრავი საინტერესო ვიდეო სხვადასხვა თემაზე.